მოგესალმებით კომერსანტის რადიოს მსმენელო და ონლაინში ვინც გიყურებთ უკვე ჩანაწერებს შემდგომ მოგვიანებით მე რატი ქირე გახლავართ ფინანსური კვირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მოკეთ წამყვანი და დღეს კვლავ ვუნდებით ფინანსური კვირის საინტერესო სიახლეებით და იმდენად ბევრი ინფორმაცია უნდა მოვყვე რომ თან უყურებ ამდენ ინფორმაციას, საიდან დავიწყო ესეთი ამბები ხდება მსოფლიოში და ნიკა წივწივაძე ტრეიდერების ჰაბის მენტორი, ანალიტიკოსი დამეხმარება, რომ ეს ყველაფერი დავალაგოთ სწორად და გავანალიზოთ და ვისაუბროთ, რა ხდება ნიკოლოს ჩვენ თავს მსოფლიოში. ხო, ისე საიდან გვაქვს ამდენი ინფორმაცია, ესე სწრაფად, ესე მოკლედ დროში. კარგად მუშაობს ჩვენი ახალი გვერდი როგორც ჩანს, ხო? კი ბატონო, ხო, აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენი ფინანსურ ანალიტიკული გვერდი არის BBG.CZ, რომელიც არის Bulls and Bears-ის ჟურნალი. ჩვენი პატარა სტარტაპი, მაგრამ მოკეთ ყველანაირი საინვესტიციო ფინანსური ინფორმაციები, როგორც იქნა ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია თან რო აი შესავალშიც კი ამერია სიტყვა, იმიტომ რომ უამრავი ინფორმაცია იდება ქართულ ენაზე და ვინც ხართ ამ თემით დაინტერესებული, როგორც იქნა შეგიძლიათ რომ უსწრაფესად პირველ რიგში რომ არ დაელოდოთ სხვა საინფორმაციო ხაზებს, უსწრაფესად მიიღოთ ის ტენდენციები და ის ინფორმაციები, რომელიც იდება ჩვენს პლატფორმაზე და ეს ჩვენი ტრეიდერების ჰაბის პატარა მოკეთ წამოწყებაა, რომ გვინდა რომ ეს ინფორმაციები კიდევ უფრო ახლოს იყოს ჩვენს თუნდაც მსმენელთან და მაყურებელთან. პატარა სტარტაპი, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს, ესე გამოდის. კი ბატონო, ესე გამოდის, იმიტომ რომ კიდევ ბევრი ამბიცია გაგვაჩნია ამაზე. კარგი, ნიკა, რა ხდება შენთან და მეც შევეცდები რომ გავაზიარო ძალიან საინტერესო ინფორმაციები. მოკლედ, საფონდო ბირჟების ზოგადად მიმოხილვით დავიწყებ, ინდექსებზე ვისაუბრებ საფონდო ბირჟებისას. ნელი ტემპით, თუმცა მაინც აღმავალი ტენდენციას ინარჩუნებენ მიმდინარე კვირაში, ჩვენი წინაშე ხვედრიდან დღემდე ნას თუ ისე მაინც აღმავალი ტენდენციებია შენარჩუნებული. ძირითადად ზრდაში არიან ტექნოლოგიური გიგანტები და ის AI ან ხელოვნური ინტელექტის კომპანიები, რომლებიც მთავრობასთან თანამშრომლობენ. მათი ზრდა სავარაუდოდ განპირობებულია იქიდან, რომ ტრამპმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, თავდაცვის ბიუჯეტი და გამოყო გაზარდა $1 ტრილიონამდე, რაც ინვესტორებისთვის, რა თქმა უნდა, იყო ყურადღების მიქცევი და არ დარჩენილა მათ თვალთახედვის არეალიდან შორს. ამიტომ მოხდა მყისი ერისდები ესეთ კომპანიებთან, რომლებიც თანამშრომლობენ საფონდო ბირჟებზე მონაწილეობენ და ასევე თანამშრომლობენ მთავრობებთანაც. ასევე გარდა ეს კომპანიებისა ზრდაში არიან მომპოვებელი კომპანიები, სხვადასხვა მინერალების და მატერიალების და ეს ორი სექტორი მოკლედ არიან ჯერჯერობით ლიდერი ბაზარზე. ჩვენი წინა შეხვედრიდან ამ შეხვედრამდე. გარდა ამისა, საინტერესო კვირა იყო ეკონომიკურად, გამოვიდა ეკონომიკური ცვლადები, ყველაზე საყურადღებო აქედან იყო ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც მიანიშნა ინვესტორები იმაზე, რომ ინფლაცია აღარ იზრდება პირიქით, ნელ-ნელა შენელებულია, რაც იყო ნავარაუდები ის გამოვიდა, ზრდა აღარ იყო უკვე ნაჩვენები. ამას ასევე ემატება ის, რომ ტრამპმა მოუწოდა საკრედიტო ბარათის გამოშვებ კომპანიებს, რომ იცით რა პროცენტებზე მოდით ზედაზღვარი დაადეთო და ამ პროცენტებზე 1%-ში აღარ გაცით უკვე სესხებიო, რაც ალბათ ცოტა ირიბად უკვე მიანიშნებს იმაზეც, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ უნდა შემცირდეს. საინტერესოა რა და როგორ მოხდება. ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ პრაქტიკულად პოლიტიკის გარეშე ვერ ვახერხებთ ამ ყველაფერს გაანალიზებას. ერთ-ერთი ნამდვილად საინტერესო არის, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიები საკმაოდ ძაში არიან და ერთი ჩემი მიგნება, რომელიც გაგიზიარე წინა კვირაში, იყო EVT კომპანია, EVTV, ესეთი Envirotech მანქანების წარმოებელი კომპანია, ამერიკული კომპანია, არანაირი გიგანტი, პირიქით ძალიან პატარა მაკრო მოცულობის კომპანია არის, მისი მთლიანი ჯამური ღირებულება კომპანიის არ აღემატება $50 მილიონ. თუმცა ამ კომპანიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი და ამ კომპანიის აქცია სულ რაღაც 6 იანვარს ვიყიდე ამ კომპანიის აქციები, რომელიც ჯამში თითო აქციის ღირებულება იყო იმ მომენტში 0.70 ცენტი და ჩემი გამოცდილებით რომ გითხრა, მოგეთ ამ კომპანიაზე ძალიან საინტერესო ინფორმაციები იწერებოდა, რომ შესაძლოა რომ Nvidia-სთან ქონოდა კავშირი და მოგეთ ეს ინფორმაციაც გამართლდა, ძალიან საინტერესო იყო, რომ ამ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ეს ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც არის როგორც ვახსენეთ მანქანების წარმოებელი კომპანია, რეალურად ნამდვილად გააფორმა კონტრაქტი Nvidia-ს ჩიპებთან დაკავშირებით და Nvidia როგორც გიგანტი მსოფლიოში ნომერ პირველი ეგრეთ წოდებული კაპიტალის ბაზარზე ნომერ პირველი კომპანია
როგორც კი გააფორმა კომპანიასთან ხელშეკრულება, წარმოიდგინე, რომ ზუსტად 24 საათში 0.70-დან რომ დაიძრა კომპანიის ღირებულება მაქსიმალური ნიშნულს მიაღწია დაახლოებით $4.5 ავიდა და ამ ეტაპზეც აი ხალხს რო ხედავ $3.10 არის გაჩერებული და ძალიან კარგი შედეგიც დადო ამ კომპანიამ, იმიტომ რომ აი ეს ინფორმაციები ძალიან კარგად გამოვიყენე ამ კომპანიაში რეალურად ინვესტირება. ასევე ძალიან აქტიურად ხდება პოლიტიკურად ალბათ უკვე იციან ჩვენ მასწავლებლმა რომ გრენლანდიაზე არის საკმაოდ დიდი მოკეთ მოთხოვნა ან ჩინეთი და რუსეთში ჩაიგდებს ხელს ან ამერიკა, მაგრამ ტრამპი გვეუბნება რომ ეს ჭირდება მხოლოდ პოლიტიკურად რომ მან უსაფრთხოება უზრუნველყოს რეალურად თავის ქვეყნის და ეს გასაგებია. დანიას საერთოდ მოსაზრება არის და უნდა რომ საერთოდ იყიდოს თლიანად და ფასი რამდენი გინდა თუ ღირებულება რო გადაუხდოთ ამერიკელებმა, მაგრამ რატომ ამას რომ ამ ქვეყანაში, ანუ ამ კუნძულზე უბრალოდ არის ეგრეთ წოდებული სამთო მომპოვებელი კომპანია, რომელსაც ეხლა სწორედ ჩვენს პლატფორმაზე ნახე გუშინ ეს ინფორმაცია, რომ Amarok ქვია ეგეთი კომპანია, რომლის აქციებიც შესაძლოა საკმაოდ მომგებიანი იყოს მომავალში, იმიტომ რომ გრენლანდიაზე თუ რა თქმა უნდა ამერიკელები მოხვდებიან და გრენლანდია თუ ამერიკის ხელში გადავა, ავტომატურად ამ კომპანიის მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება, იმიტომ რომ ერთადერთი სამთო მომპოვებელი კომპანია, რომელიც ოპერირებს რეალურად გრენლანდიაზე. ამიტომ რეალურად ძალიან საინტერესო არის აი ასე ვუდგებით ხოლმე, რომ უკვე ეს კომპანია არის ჩემს watch-list-ში, ჯერჯერობით არ ქონია ეგეც რხევები, რომ კომპანიის აქციები იზრდებოდეს ამ ინფორმაციის გამო, მაგრამ რეალურად ძალიან მოკეთ ველოდები რა მოხდება რომ დავაკვირდე. ასევე ესეთი საინტერესო ფაქტი მოხდა მათ შორის, რომ Volvo-s კომპანიამ აჩერებს და შეაჩერა თავისი ბატარეების სტარტაპი, რომელსაც Novo Energy ქვია საქმიანობა და ეს სულ რაღაც იმით განაპირობებული არის, რომ რეალურად ბაზარზე დომინაცია რეალურად ბატარეების საკმაოდ დიდი მიაქვს, თუნდაც უშუალოდ წამყვან კომპანიებს და ამ წამყვან კომპანიებში, რა თქმა უნდა, ყავს ჩინური კომპანიები და Tesla, როგორც ამერიკული კომპანია და ბარემ ეს ინფორმაციაც დავასრულო პირველად ისტორიაში, ელექტრომობილების ისტორიაში BYD-მ გადაუსრო Tesla-ს გაყიდვებით, მანქანების გაყიდვებით, იმიტომ რომ უფრო მრავალფეროვნება აქვს, უფრო ბიუჯეტურებიც არის მათი მანქანები, გამძლეობითაც, რა ვიცი, რაც მინახავს, არავინ არ უჩივის რეალურად პრაქტიკაში, ამიტომ გამავლობაცაც არაუშავს და ფაქტია, რომ აი Toyota-s ვერსია გახდა ბჭყალებში, იმიტომ რომ Toyota მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მეტ მანქანას ყიდის სოფლიოში და ამ შემთხვევაში ჩინურმა BYD მოკლედ კულმინაციას მიაღწია და ამ შემთხვევაში გადაუსრო კომპანია Tesla-ს. ხო, მე ერთ კომპანიაზე მეც ვისაუბრებ, ესეთი კომპანია არის, სახელად ქვია Grailly, high-tech ბიოკომპანია არის, რომელიც ემსახურება იმას, რომ დააკვირდეს საკუთარი რაღაცა დანადგარით, რომელიც, რა თქმა უნდა, მათი შექმნილი არის და დააკვირდეს უჯრედებს, რომლებიც მე გვეტყვიან, მიმდინარეობს თუ არა სხეულში კიბო ჩამოყალიბების პროცესი. ანუ სანამ სიმსივნე ჩამოყალიბდება ორგანიზმში, მანამდე უკვე ალერტებს ათებს ეს დანადგარი და ამ კომპანიას დიდი ხანია უყურებ, წინა წლის მარტიდან მოყოლებული და წელს უკვე გუშინ იყო დასახელება რაღაცა ნომინაციების და დასახელდა ერთ-ერთ კი არა ყველაზე ძლიერ high-tech ბიოკომპანიად მიკროკაპების სექტორში, ანუ დაბალი საბაზრო კაპიტალიზაციების სექტორში. ეს კომპანია რამაც ფაზეც იქონია პატარა გავლენა, თუმცა ველოდები რომ კიდევ გააგრძელოს აღმასვლას. ასე რომ მნიშვნელოვანია რომ ესეთი ნიუსები და რაღაცეები იყოს ყურადღების ცენტრში ყოველთვის, იმიტომ რომ რეალურად სწორედ ეს ფუნდამენტალური ანალიზები არის, გამოც მიდის ბაზრების ზემოთ ან ქვემოთ. კარგი. კიდევ ერთი ბარემ მანქანებზე დავამთავრებდი, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 საათი წინ დაიწერა ჩვენს პორტალზე ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ არ ამგონია ეს ინფორმაცია ჟღერდებოდეს ჩვენი გადაცემის გარდა სადმე. არადა ძალიან საინტერესო ამბავია, რომ Elon Musk-ის გადაწყვეტილებით Tesla-s ავტომატური მართვის სისტემა მხოლოდ ყოველთვიური გამოწერის პრინციპით იქნება ხელმისაწვდომი. ანუ აქამდე მომხმარებელს შეეძლოთ, რომ ერთჯერადი $8,000 შესყიდვით უნლიმიტოდ ესარგებლად აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით.
და ახლა უკვე რეალურად ამიერიდან მას ყოველთვიურად $99 გადახდა მოუწევთ. ანუ გადავიდა რა გამოდის რომ მანქანა გადავიდა subscription-ზე რა რეალურად, ანუ მანქანას ვყიდულობ ხო იტყვი დავისვენეო რა, ქართულად ვიტყვი დავისვენე, ვიყიდე მანქანაო და ამ დროს მოყვება რაღაცა ყოველთვიური გადასახდელი დამატებით რა და ეს როგორ აისახება რეალურად 14 თებერვლიდან შევა ეს ძალაში ხო 2026-ის 14 თებერვლიდან და როგორ აისახება ეს ამბავი კომპანია Tesla-ს აქციებზე და საინტერესოა იმიტომ რომ კიდევ უფრო გაუძვი რა Tesla-ს მომხმარებლებს ცხოვრება იმიტომ რომ მაინც მე როგორც ვიცი პრაქტიკაში ამაქანის მინიმუმ სერვისი არ არის მაინც იაფი თუნდაც საქარემინის საწმენდიც რომ შეცვალო ანუ არ შეგიძლია ნებისმიერი მათგანი დააყენო იმიტომ რომ სულ სხვა სისტემა არის დამონტაჟებული ან რაც გაიძულებს რომ შესყიდვა მოხდეს უშუალოდ იმ მათი მხრიდან წარმოებული ეგრეთ წოდებული ნაწილებით და არა რომ მაგალითად რომ აი Toyota-სი მიდის და მოდი Toyota-ს დავაყენებ რა საქარემინის საწმენდზე მაქვს საუბარი ამიტომ ეს დამატებითი სულ რაღაც $99 სარეკლამო რგოლივით რეალურად რომ უწევთ ძალიან მეუცნაურება, იმიტომ რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდება ამ შემთხვევაში Tesla-ს შემთხვევაში რომ როგორღაც გადაუსროს უკვე BYD-ს და ნახოთ როგორ მოხდება, იმიტომ რომ რეალურად წლის პირველ ნახევარში აქციების მასი 21.3%-ით დაეცა Tesla-ს აქციები, ამიტომ ეს კიდევ რას იზავს ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად ეს Dodge-ის დეპარტამენტი, რომელიც დაუტოვა რეალურად Elon Musk-მა, ეს დეპარტამენტი მუშაობს, რომ კიდევ უფრო მარტივად და მალევე გააციფრონ მთლიანი ეკონომიკა. როგორც წეგან ახსენე, რეფინანსირების განაკვეთზეც რო ახსენოთ, კი ბატონო, მალე გვიწევს უკვე რეფინანსირების განაკვეთის თემებზეც მოკეთ მსჯელობა, რა მოხდება, შემცდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი და აი ნამდვილად მოხერხდება ეს რამდენად გადაწევენ არ გადაწევენ, რას ვქობ მაინც შეამცირებენ? ჩემი აზრით მაინც შეამცირებენ. კიდევ ერთხელ არ მგონია ხა 0.50 პუნქტი შეამცირო, თუმცა 0.25-ით მაინც მგონია რომ შეამცირებენ, იმიტომ რომ ინფლაცია შენელებულია, ასევე გამოვიდა დასაქმების ბაზის მაჩვენებლებიც, რომლებიც ასევე ძლიერად გამოიყურება. პლუს ამას თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე ნავთობის ამბებიდან გამომდინარე დაიწევს ასევე საწვავის ფასების ამერიკაში, ეს მიანიშნებს იმას, რომ ინფლაციაც შეიძლება წამოვიდეს კლებაში, რაც ახალისებს ასევე რეფინანსირების განაკვეთის დაწევასაც, ასე რომ მაინც მომივაძრებ, რომ 0.25-ით შეიძლება რომ კიდევ ვიხილოთ დაწევა იანვრის ბოლომდე. კი ბატონო, კრიპტოსაც შევეხოთ, იმიტომ რომ ბიტკოინმა როგორც იქნა გამოიღვიძა და ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია და $96,000 გადააჭარბა ამ კრიპტოვალუტის მქონე, მაგრამ თან პარალელურად ის უნდა აღვნიშნოთ, რომ საშინელება ხდება ირანში და ამ საშინელების მიუხედავად კრიპტოვალუტას არ ეტყობა, იმიტომ რომ რატო ვადარებ ერთმანეთში, იმიტომ რომ რეალურად ირანი საკმაოდ დიდი და ცნობილი ქვეყანა, როგორც მაინინგ კომპანია, რასაც ხდება პრაქტიკულად უფასოდ გამომუშავება ბიტკოინის და ხდება მისი დამაინერება. იმედია რომ ირანში მდგომარეობა ძალიან მალე გამოსწორდება და ამის ერთ-ერთი მე მგონი მთელი სოფლიო ამერიკას შეხურებს და ელოდება რომ ამერიკამ რაღაცა გააკეთოს და ვნახოთ როგორ ამთავრდება, თუმცა კრიპტოს შევეხოთ $96,658-ზე ივაჭრება და რეალურად კრიპტო გამოიღვიძა და სხვა კრიპტომონეტებიც გამოიღვიძეს. ეს ხომ არ არის ის შესავალი, რაც შაშან ვამბობდით, რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოუწია ამერიკის შატდაუნი და რეალურად ეს პრობლემებიც ჩანდა. მოკეთ თან ამ პერიოდში უკვე რამდენჯერ დაიწერა ჩვენი მხრიდან, რომ ბევრმა კომპანიამ, მათ შორის BlackRock, რომელიც მანამდე გაყიდა, კვლავ იყიდა კრიპტოვალუტების, მოკეთ დაახლოებით 700 მილიონი აქ ჩადებული უახლოეს განახლებით და ასე ვთქვათ, კრიპტო სამყაროში კვლავ ველოდებით, რომ პოზიტიური ტენდენციები ალტკოინებზე გავრცელდება, იმიტომ რომ ძირითადად, მაგალითად Ethereum-ის ფასი 6%-ით გაიზარდა, Ripple, Solana, რომელიც Cardano 3.5%-დან მოკეთ 6%-მდე მატებას აჩვენებს და იდეაში ოპტიმისტურად უყურებენ, თუ კიდევ უფრო მეტად მოხდება ინფლაციის მაჩვენებლის სტაბილურობა და მათ შორის თუ მოხდება რეფინანსირების შემცირება, ეს კიდევ უფრო დამატებითი მუხტი იქნება, რომ კრიპტო ინდუსტრიამ და სამყარომ ის ციკლი, რომელიც დარღვეულია, რომ რაღაც პერიოდში იზრდებოდა, მერე კვლავ იწყებოდა ფასის ვარდნა, უკვე შეცვლილი არის,
შეიცვალა შარშანდელი მდგომარეობიდან და ნახოთ როგორ განვითარდება, იმიტომ რომ ფაქტია რომ კრიპტო სამყარო მიუხედავად აი ეს ვთქვათ გეოპოლიტიკურად არასტაბილურ სოფლიოში კვლავ განაგრძობს თავის ვთქვათ გაოცებას და მდგომარეობის ცვალებადობას. ხო, საინტერესოა ნამდვილად ეს ბიტკოინის გამოღვიძება. თან როგორც ახასიათებს, ისე მოკლე პერიოდში ცეცხლოვნად გაისროლა ეს მოძრაობა და საინტერესოა ნახოთ როგორ გაგრძელდება ინვესტორების სენტიმენტი, რა გვექნება. ირანზე მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ესეთი გაფრთხილება მიცა ტრამპმა თავის დროზე ხელისუფლებას, რომ როგორც კი შეეხები მოსახლეობას, მაშინვე მოხდება ამერიკიდან ჩარევაო და ვნახოთ ჯერჯერობით სამცხაოდ არ ჩარეულან, აკვათ ეგ ჩარევა რამდენად მოხდება არ ვიცით, მაგრამ იმედია რომ მოხდება, იმიტომ რომ ყოლა დაუშვებელია ამდენი ადამიანის მოკეთ სიკვდილიანობა მithmedes ქვეყანაში 20,000-მდე მიაღწია. და კიდევ ერთი ბოლო ნაწილი რაც მინდოდა რომ როგორ უნდა არ ვახსენოთ ვერცხლი, რომელმაც სასწაული ზრდები გვაჩვენა უკვე შაშანხო შენი საუბრე მე მახსოვს წინა გადაცემაში და ამ ეტაპზე მეგობრებო ოქრო და ვერცხლი როგორც იქნება მსოფლიოში პირველ და მეორე ადგილს ინარჩუნებენ. ვერცხლმა მიაღწია $90 და მეტს უბრალოდ ახლა კორექციაში წამოვიდა. მასში უკვე ჩადებული არის $5.1 ტრილიონი, ხოლო ოქროში ჩადებული არის $32.1 ტრილიონი. ნუ რაც ჩვენ უკვე შარშანდელიდან ვამბობთ ძალიან მალე პირველი კვარტალში ვფიქრობთ რომ ოქრო $5,000 მიაღწევს ერთი უნციის ღირებულება, ხოლო ვერცხლი უკვე რა თქმა უნდა $100 უფრო თავად გადააბიჯებს. ნუ მე მოყვება უკვე Nvidia თავისი 4.4 ტრილიონი ღირებულებით მოცულობით კომპანიის და აი ბიტკოინი მერვე ადგილზე არის, რომელშიც ჩადებული, ანუ გამოღვიძებული როგორც უკვე ახსენეთ, თითქმის უკვე 2 ტრილიონზე არის მისი მოცულობა და ღირებულება, რაც საკმაოდ კარგი არის, მაგრამ წინ უსწრებს 5 კომპანია თავისი market cap-ით, რომლებიც მოკეთ რაც ვახსენე Nvidia, Google, Apple, Microsoft და Amazon არის მხოლოდ მასი. დანარჩენებს ნელა რეალურად უსწრებს ჩვენ. მაგრამ ნუ ეგ არის რომ ყველა სასაქონლო პროდუქტები, რაც მოკეთ მოიპოვება და ამიტომ ვახსენე გრენლანდიის ლოკაცია, რომ ძალიან საინტერესო აქცია და მე ვფიქრობ, რომ watch list-ში, ანუ რომ დავაკვირდეთ, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თუ გრენლანდია მართლაც მოხდება და შევერთდება ამერიკას, დიდი ალბათობით ეს კომპანია საკმაოდ იხეირებს თავისი ცდებით. კარგი, მე მგონი რომ კარგად გავიარეთ ყველა ის დეტალი, რაც გვაინტერესებდა, ალბათ რო აინტერესებს ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, უკვე ჩანაწერი შეეძლებათ რომ ნახოთ რადიო კომენსატის ოფიციალურ გვერდზე. მადლობა ნიკა საინტერესო ინფორმაციებისთვის. იქს მადლობა რატი. და ჩვენ დაგემშვიდობებით ყოველ ხუთშაბათს აუცილებლად გვისმენთ, იმიტომ რომ მსგავს ინფორმაციას მხოლოდ ჩვენ მოგაძვით ექსკლუზიურად დროებით.